აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში აქტიური შემოქმედებითი პროცესი მიმდინარეობს. მუშაობა გრძელდება ახალ პროექტებზე, რომელიც ქართული ფოლკლორული ნიმუშების ახლებურ გააზრებას ისახავს მიზნად, ლიბრეტოებიდან სცენამდე, იდეებიდან რეალურ შესრულებამდე. ინიციატივის ფარგლებში ანსამბლმა აფხაზეთმა საქართველოს რეგიონებსა და საზღვარგარეთ მოღვაწე გამოცდილი ქორეოგრაფები და ლოტბარები მიიწვია. პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული ნიმუშების საფუძველზე ახალი საკონცერტო პროგრამის შექმნა. ძალიან დიდი ხანია გვინდოდა განხორციელება ამის, მაგრამ ქონდა რაღაცა რიგი მიზეზები, რამაც ასე ვთქვათ ეს დროში გაწელა. თითქმის ყველა რეგიონიდან ჩამოყვანილი ყავს ქორეოგრაფი. ისინი წარმატებული ქორეოგრაფები არიან, ზოგი სახელმწიფო ანსამბლის ქორეოგრაფია, ზოგი საკუთარი თვითშემოქმედებითი ანსამბლების ქორეოგრაფები არიან, ასევე ლოტბარებიც. მადლობა მინდა გადავხვა თითოეულ ქორეოგრაფს, თითოეულ ლოტბარს, რომელიც ამ ინიციატივაში ჩაერთო. გავდივართ ძალიან რთულ ქორეოგრაფიულ თუ სალოტბარო ნომრებს, იმიტომ რომ არ არის მარტივი 12 ნომერი სხვადასხვა ქორეოგრაფების ან სხვადასხვა ლოტბარებისგან იყოს ნამუშევარი მოცეკვავეებისთვის ან მუსიკოსებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი გაკეთდება ამით. მუშაობის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. მოწვეული ქორეოგრაფები ანსამბლის პროფესიონალ დასთან ერთად მუშაობენ როგორც ქორეოგრაფიაზე, ისე მუსიკალურ გაფორმებასა და სასცენო კოსტიუმებზე, რაც ანსამბლის რეპერტუარს სრულიად განსხვავებულ ელფერს შესცენს. აჭარულ საცეკვაო ნომერს საკუთარი ხელწერის მქონე ბათუმელი ქორეოგრაფი მირანდა ბაღდადიშვილი ასისტენტ გიორგი გოგიშვილთან ერთად აცოცხლებს. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა გურულ ფარცაზე, რომელსაც გამოცდილი ქორეოგრაფი ირაკლი ბურჯულაძე ხელმძღვანელობს. ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის ზარი, როდესაც შემოვიდა და შემომთავაზეს ახალ პროგრამაში მონაწილეობის მიღება და აჭარული ცეკვის დადგმა. სიმართლე გითხრათ, მოულოდნელიც იყო და ძალიან ისეთი გამიკვირდა კიდევაც ეს შემოთავაზება. მომიწია ფიქრი, იმიტომ რომ ეს არ არის ადვილი გადაწყვეტილების მისაღები, წინადადება. სხვა ანსამბლია, სხვა საცეკვაო კულტურის, სხვა ტექნიკის, მაგრამ იმდენად საინტერესო იყო ჩემთვის ეს წინადადება, რომ აჭარა შემოვიტანო აფხაზეთში თავისი კოლორიტით, თავისი ხასიათით, სილაღით, დამოკიდებულებით, წესჩვეულებებით, რომ გადავწყვიტე თანხმობა მიმეცა და მე მგონი ძალიან კარგი გადაწყვეტილებაც მივიღე. ძალიან სასიამოვნო პროცესი არის, რაც დღეს ახდება. თუმცა ეს საპასუხისმგებლო, იმიტომ რომ სულ სხვა გარემოში ვარ, სულ სხვა სიტუაცია არის და ძალიან რთული მისია მაგისრა, იმიტომ რომ მე გურულ კაცს აფხაზეთის ანსამბლი უნდა ვაცეკვო გურულად. ჯერ ამ ბიჭების, ამ გოგონების, ამ მუსიკოსების, მომღერლების, იმიტომ რომ ნამდვილად პროფესიონალები არიან, ნამდვილად ტექნიკურად ძალიან ძლიერები არიან. რა ვიცი, წარმატებები მათ. პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა ფოლკლორული მემკვიდრეობის გაცოცხლებას. მოწვეული ლოტბარები მომღერალთა და ხალხური სიმღერების ნაკლებად ცნობილ ვარიანტებსა და მივიწყებულ ნიმუშებსაც ცნობენ. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტთან გვაქვს საქმე ანსამბლ აფხაზეთში, როგორც ქორეოგრაფიული მიმართულებით, ასევე სასიმღერო მიმართულებით. რა თქმა უნდა, რეპერტუარი გამდიდრდება, გამრავალფეროვდება და ეს ძალიან საინტერესო, სახალისო და მნიშვნელოვანია თითოეული ანსამბლის წევრისთვის. ანსამბლისთვის უცხოა შედარებით რა, იმიტომ რომ ჩვენ ცოტა გადამოძროებული პროგრამა გვაქვს მუსიკის თანხლებით მიდის და ეს უფრო ძველი და ძირძველია. გაკეთდება სიმღერები, გურული სიმღერები, მეგრული სიმღერები გაკეთდება ანსამბლში, კახური და ასევე სვანური სიმღერები. და რეპერტუარი შეემატება და დაიხუნძლება და გამდიდრდება კიდევ და კიდევ.
ამ მასშტაბურ შემოქმედებით პროცესში ანსამბლ აფხაზეთის მთელი შემადგენლობაა ჩართული. სარეპეტიციო პროცესის დასკვნითი ეტაპი ახალი პროგრამის ჩაბარებასა და სასცენო სამოსის მომზადებას ითვალისწინებს. განახლებული რეპერტუარის პრემიერა ანსამბლის სოლო კონცერტზე შედგება, სადაც მაყურებელი ქართული ფოლკლორის არაერთ ლამაზ და სანახაობრივ ნიმუშს იხილავს.